გაკეთება იმასაც ხელს უშლია. მე მინდა ვთხოვო ყველას, სკამს ნუ გამოიყენებენ. სკამი ყველა არის დროებით. მოდი ვთქვათ გიგი უგულავაზე. გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც არის ქვეყანაში ერთ-ერთი ფარჩაგი. და ფარჩაგი იყო ციხეშიც. დღესაც ფარჩაგია. ჩემი შვილიშვილებს მან წაართვა ურის ფული. და როდის წაართვა, იცი, მაგალითი ავიღოთ. გიგი უგულავამ წაგვართვა ჩვენ ცენტრი. პირდაპირ წაგვართვა და ამაზე გადაცემა იქნება. წაგვართვა, ხო? დედა გვიტირა. გაგვანადგურა. როდის იცით? როცა სკამი ქონდა. ახლა სადაც ვნახავ, ყველგან გავлахავ. თან მაგრად გავлахავ. ჩემი შვილიშვილები 9 არიან. ყველა იურისტები არიან. და კმილებს ილესავენ, როდის დაამთავრებენ და როდის დაიწყებენ მუშაობას. გიგი უგულავას არ უწერია კარგი დღე. ფარჩაგია. ჯერ მაგისთვის მე არ მომიცლია. გიგი უგულავამ სკამი გამოიყენა, ვიღაცამ ჩვენ ვიცით ვინ დაავალა, დიდი მაყუთი აიღო შალვა, რომ ჩვენი კომპანია გაჩერებულიყო. და მე ხო იცი, ის თქვა, ეს თქვა, რაღაცა თქვა, ენა მიიტანა, ყველაფერი ტყუილი, გელა, ბარკალაი არის ერთ-ერთი მუჟიკი, კაცია, კაცური კაცია. არასდროს შეცდომას არ დაუშვებს. მე როგორ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ კაც თვალში ვერ შევხედო. მე ისეთი კაცის გვერდზე გავიზარდე, ისეთი ხალხის გვერდზე, რომც მინდოდეს ცუდს ვერ გავაკეთებ, განცხადებას ვერ დავწერ, მე პირადად. მე იმიტომ ვუხდი 5 და 10,000 ლარს დირექტორს, რომ თუ განცხადება დასაწერია წეროს დირექტორმა, ხო? მე ვარ ბიზნესმენი და ბიზნესში ვარ და ბიზნეს ვაკეთებ. მაგრამ გიგი უგულავასნაირი ფარჩაკები. ფარჩაკი ხარ ბიჭო, აბა რა ხარ კაცი, რომელიც ციხეში ხარ. ამოდენა თანამდებობა ქონდა და ცოლი რო გაგითხოვდება. ფარჩაკი ხარ, აბა რა ხარ, ხო? და სად იყო ვაშკაც ბიჭებთან რატო არის და ციხეში? კაცი, რომელიც ჩაკეტილია და გარეთ ვერ გამოდიხარ, 13,000 პატიმარია, ხო? და ფეხბურთს თამაშობდით და გუნდი მქონდა ჩვენი, ხო? უკეთესი რა გინდა, უკეთესი შობილი ადამიანი ციხის უფროსი. ოქრო კაცი. ფეხბურთის გუნდი გაგვაკეთებია, კალათბურთის გუნდი გაგვაკეთებია. და ცხოვრობს ხალხი ციხეში, ახლა ციხის უფროსს არ დაუჭერი ხარ, ხო? გიგი უგულავასნაირი ფარჩაგები. მე არავის ციხეს არ მოუწოდებ. გელა ბარკალაია დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს.